მოგესალმებით აპლანის სამყაროში. დღეს ძალიან გემრიელი სალათის რეცეპტი მაქვს თქვენთვის. როგორც იცით, გვიახლოვდება მამლის წელიწადი და შესაბამისად ჩემს სალათს მივეცი მამლის ფორმა. სალათი მიმოზა არის ძალიან მარტივად მოსამზადებელი და ამისათვის მოვხარშე რამოდენიმე ძალი კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი. ინგრედიენტების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ სალათს გააკეთებს თქვენ. მოხარშულ კარტოფილს გავაცალე კანი გავაცალე აგრეთვე მოხარშულ სტაფილოსაც და მოხარშული კვერცხი გავყავი შუაზე. სალათი მიმოზა ზემოდან არის ყვითელი, ამისათვის აუცილებელია ცოტა მეტი კვერცხი. კვერცხის ცილა და გული განვაცალცალკება ერთმანეთისგან. დავჭერი ერთი დიდი თავი ხახვი. ხახვი დაჭერი წვრილად და თუ იმ შემთხვევაში თქვენი ხახვი მწარია, მოათავსეთ წვრიან თბილ წყალში. ჩვენ სალათს ჭირდება აგრეთვე თევზი თუნა, რომელიც იყიდება დაკონსერვებული სახით. თევზი არის სეთში ჩალაგებული და გადმოვიტან თეფშზე. შევდგები მომზადებას, რისთვისაც კარტოფილს გავხეხავ სახეხზე. სახეხზე გავხეხავ აგრეთვე მოხარშულ სტაფილოსაც. სტაფილო და კარტოფილი ერთმანეთს არ უნდა შეერიოს. მაიონეზს გადმოვიტანხ მაჭურჭელში და დავუმატებ მარილს. თქვენ შეგიძლიათ არაჟანით შეურიოთ. გამზადებულ მაიონეზს გადავიტან პარკში. როგორც ხედავთ, მე ყველაფერი მოვამზადე და რაც გამომჩა ეს იყო კვერცხი, რომელიც მე გავხეხე ცალ-ცალკე. იმისათვის რომ მივიღოთ მამლის ფორმა, მე წინასწარ შემოვხაზე კონტური. ასე უფრო მარტივია შემდეგ ორიენტირება. კონტური გავასწორე კიდევ ერთხელ და როდესაც დავრწმუნდი სიზუსტეში, ყველაზე დაბლა მოვათავსე გახეხილი კარტოფილი. კარტოფილი გადავანაწილე კარგად. და ვცდილობ სიზუსტე დავიცვა. ნაპირებით შემოუსწორეთ კარგად. და კარტოფილს ზემოდან მოვაყარე მარილი. გადავანაწილე მაიონეზი კარტოფილზე. და ზემოდან მოვალაგე ტუნა თევზი, რომელიც იყო დაკონსერვებული და ზეთში ჩადებული. ტუნა თევზი განსაკუთრებულ გემოს აძლევს სალათს. ტუნა თევზს ზემოდან მოვაცხე მაიონეზი და მოვალაგე გახეხილი ყველი. გახეხილ ყველს ზემოდან მოვალაგე წვრილად დაჭრილი ხახვი. გავუკეთე მაიონეზი კიდევ ერთხელ, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი არ გამომიყენებია. ზემოდან მოვალაგე გახეხილი კარტოფილი, გადავანაწილე აქაც თანაბრად და დროდადრო
შემოუწორეთ ნაპირები, რომ ფორმა არ დაკარგოს. სტაფილოს ზემოდან მოვაყარე მარილი და მოვალაგე გახეხილი კვერცხის ცილა. მოვასხის მაიონეზი. და გადავანაწილე ზემოდან კარგად. გადაასწორეთ კარგად. წავუსვით მაიონეზი გვერდებშიც, ისე რომ ყველგან იყოს დაფარული და შეიცადეთ, რომ ფორმა არ შეიცვალოს. სულ ზემოდან კი გავაფორმებ გახეხილი კვერცხის ცილით. კვერცხის ცილა მოალაგეთ ყველგან, რომ ზედაპირი დაიფაროს. კვერცხის ცილა გავუკეთეთ გვერდებშიც. სალათის გასაფორმებლად გამოვიყენებ 3 ფერის პაპრიკას. წასაც მოვჭრი და ეს ზემოდან აი ამ ნაწილს გამოვიყენებ. იმისათვის რომ გავაფორმო მამლის თავი. პაპრიკას დავჭრი ესეთი ფორმით წვრილად და გამოვიყენებთ ბუმბულისთვის. პაპრიკის ამ ნაწილისგან გავუკეთებ მამალს ბიბილოს. ნისკარტისთვის კი სტაფილო მოვჭერი სამკუთხედი ფორმით. თვალი გავუკეთე თლიანი პილპილისგან, რომელიც არ იყო დაფქვილი. შემდეგ გავალამაზებ მე კიდევ ჩვენს მამალს. გავუკეთებ სხვადასხვა ფერის ბუმბულს. რა ფერს გამოვიყენებთ, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. და რა თქმა უნდა, კუცზეც გავუკეთებთ ბუმბულებს. მე აქაც სხვადასხვა ფერის პაპრიკა გამოვიყენებ. თქვენ კი გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. ჩვენს მამალს სჭირდება დეზებით და სანამ დეზებს გავუკეთებდე, მე მწვანილი დავჭერე წვრილად და მოვალაგე დაბლა. ზემოდან კი გავუკეთე დეზები. და როგორც ხედავთ, ესე მარტივად მომზადე სალათა, რომელიც ვიზუალურად ძალიან გავს ქათამს. მამალს კიდევ უფრო მეტი მკაცრი გამომეტყველება ჭირდება. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია სალათა იყოს გემრიელი. ახლა კი ჩამოვჭერ ჩვენ სალათს და განახებ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. როგორც ხედავთ, ესეთი გემრიელი სალათი მივიღეთ ბოლოს. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს კი დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფო ბოქსში.